მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი, უზენაესი სასამართლოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ქარკვიანი. დიდი მადლობა ჩემო ხათუნა სტუდიაში სტუმრობისას. მოგესალმებით. მადლობა. კი ბატონო. ორგანიზატორულ ტალანტსა და პიროვნულ ხიბლთან ერთად მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს უთრო ჭირდება სხვა ბევრად უფრო სერიოზული უნარჩვევები, გამოცდილება, მით უმეტეს ისეთ სერიოზულ და სპეციფიურ სფეროში, როგორც უზენაესი სასამართლოა. გამოცდილების გაზიარებას გთხოვთ ხათუნა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ დიანა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ასეთი საუბრები პროფესიონალებთან და ბუნებრივია იმ საჭიროებო საკითხებზე, რაც ჩვენს რეალობაში დგება ხოლმე გამოწვევების სახით. ბუნებრივია, იცით, საზოგადოებასთან ურთიერთობა თავისთავად ძალიან საინტერესო სფეროა, მოგეხსენებათ მე ამ მიმართულებით მაქვს ჩემი სადოქტორო დისერტაცია დაცული და საკმაოდ მრავალი წელი მოვანდომე ბუნებრივია ამ სფეროში, ასე ვთქვათ, პრაქტიკას, მუშაობას, დახელოვნებას და ძალიან მიყვარს, რაც ყველაზე მთავარია. ნუ უზენაესი სასამართლო ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ პოზიციაზე მომიხდა მუშაობა 2000 უпроსორად 1900 იმ საუკუნეში ძალიან ბევრ პოზიციაზე ვიყავი როგორც მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ეხლა უბრალოდ ქრონოლოგიურად წამოვიდა და ნამდვილად ასე იყო 1995 წლიდან პირველი, ასე ვთქვათ, ჩემი პოზიცია გახდათ საქართველოს პარლამენტის პრესმდივანი ზურაბ ჟვანიას დროიდან მოყოლებული, როდესაც ის გახდა და აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და უთუოდ ძალიან საინტერესო პროცესი იყო ბუნებრივია, ნუ იმ პერიოდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დარგის განვითარების თვალსაზრისით იმ კუთხით, რომ პირველი პრეცედენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში თავისთავად და დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიული წყობისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი და შემადგენელი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ საქართველოს საბჭოთა პერიოდის შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დაადგა დემოკრატიული აღმშენებლობის გზას, ჩვენ გამოვაცხადეთ დემოკრატია ბუნებრივია ჩვენს ასე ვთქვათ მთავარ სახელმწიფოებრივ ფორმაციად და დაიწყო ეს ასე ვთქვათ ამ ინსტიტუციების მშენებლობა და პიარს მიენიჭა რასაკვირველია და საზოგადოებასთან ურთიერთობას მთავარი აქცენტი ამ კუთხით. გამოსილება ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ პირველად მაშინ მოხდა ის, რომ მე პრაქტიკული ჟურნალისტიკიდან მოვედი, ფაქტიურად მაშინ პარლამენტის პრესსამსახურში შეიძლება ითქვას და გამიჭირდა მინდა გითხრათ ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ თით სახელმწიფო ინსტიტუციებს საკმაოდ დისკრედიტირებული იმიჯი ჰქონდათ იმ დროს და პირველი მუშაობდი გაზეთ 7 დღეში და ძალიან ვამაყობდი ეს დემოკრატიული მართლაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გაზეთი იყო და ნუ სიამოვნებითი სიამაყით ვიხსენებ ყოველთვის იმ თანამშრომლებს, ჩემს მეგობრებს, ხათუნა მაისაშვილს, მაია გოგოლაძეს, ზვიად ქორიძეს, ნიკა ტაბატაძეს, გიორგი სანაიას, საზაწულაძეს, ბევრი შეიძლება ძალიან ჩამოთვალო რო არ გან ლია ტოკლიკეშვილს დღეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მთავარი მიმართულება მიყავთ, კი ბატონო. და უბრალოდ იცით, თვითონ ჟურნალისტები ძალიან ახლოს მდგომი პროფესიულად ადამიანები არიან, იგივე PR მენეჯერებთან, შემდგომ უკვე თეორიულადაც დავწუნდი ამაში, როცა დისერტაციაზე მუშაობდი და მთავარი იცით რა არის ქალბატონ დიანა, ამ პროფესიას, როგორც იგივე ჟურნალისტიკას, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობას აქვს ერთი მთავარი, რომ შენ ხარ მედიატორი
ჟურნალისტი როგორც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის PR მენეჯერი უკვე რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მუშაობს კონკრეტული ინსტიტუციის ან ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუცია რომელიმე კერძო კომპანია თუ შეიძლება სხვა რაიმე დაწესებულება არასამთავრობო ორგანიზაცია იმ კონკრეტული დაწესებულების ურთიერთობას აყალიბებს საზოგადოებასა ძალიან საპასუხისმგებლოა ახლა ამ თემაზე ზოგადად მუშაობის დროს როცა მე დავიცავი ჩემი თემა იყო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში და PR-ის როლი ამ პროცესში. ძალიან მთელი ჩემი გამოცდილება და მასალა ჩავდე, მე მგონი გადავაჭერდით თორსები 100 გვერდით დისერტაციის რეალურ მოცემულობას იმდენი მასალა დაგროვდა და ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს ყველაფერი. შემდეგ იყო მე ჩამოვთვლი ახლა რა პოზიციებზეც მომიხდან პრაქტიკული ჟურნალისტიკიდან ფაქტიურად ეს იყო 1995 წლიდან მე უკვე პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში როგორც ჟურნალისტ არ მიმუშავია, თუმცა კიდე მქონდა პერიოდები და სულ თუ კი უცხოეთში ვიყავი, ყოველთვის ამ პროფესიას არ ვივიწყებდი ხოლმე და ძალიან ხშირად ყოფილა PR მენეჯერადაც მუშაობის დროს სხვადასხვა გაზეთებში გამომიქვეყნებია. ჩამოტანილი მასალების გაშლილი გვერდები, თავისი ფოტოები. კი ბატონო, აი ის გაზეთი გაგახსენდება თანხი მაშინ ძალიან პოპულარული იყო, თუნდაც იგივე ვთქვათ მაშინ. ყავდა ჩვენანე სტუდიაში. გავუტო იმანა კი მოკითხვა მას და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან, იმიტომ რომ ამ ადამიანებს დიდი წვლილი აქვთ ამ ყველაფერში და იცით თავარი ეს მინდოდა მეთქვა რომ რა აერთიანებს ერთი და მთავარი, აი ადამიანების სიყვარული. ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანი, უნდა აფასებდეს და შენი პროფესია უნდა გიყვარდეს. იმიტომ რომ როგორც ჟურნალისტ მე ვფიქრობ, მის პროფესიას არ შეეფერება, რაღაცა არ იცოდეს, რაღაცაში კომპეტენტური არ იყოს. თუ წერ, ჩვენ ახლა ზოგადად დილეტანტებს გვეძახიან ყველა სფეროში ჟურნალისტები ყავს მაგრამ რომელიღაც ერთ სფეროში კი ბატონო, იცით სხვა სფეროებში თქვენ მეტიც მოეთხოვება. კი ბატონო, იმიტომ რომ იცით აი ზოგადი ზუსტად ეს არის ჩვენი ზოგადი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხი. ხა დღეს ისეთი პერიოდია, ისეთი გამოწვევებია ქვეყნის და ზოგადად მთელი გლობალური სამყაროს წინაშე, რომ არ შეიძლება უბრალოდ აქ განათლებას არ მივაქციოთ ყურადღება და სწორედ აი ძალიან მინდა სიამაყით აღვნიშნო და ძალიან მიხარია ან ჩემი კარიერის პერიოდში დაწყებული 1993 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მაქვს მონაწილეობა მიღებული კვალიფიკაციის და პროფესიული სრულყოფის კუთხით. უმთავრესი და პირველი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ეს იყო 1993 წელს. აი მაშინ ბატონი ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით და მისი უშუალო ასე ვთქვათ მხარდაჭერით შეიძლება ითქვას შეერთებული შტატების საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტური გაცვლის პროგრამით. ეს იყო 1993 წელი და როგორც სრულფასოვანი მოცემულობა ეს იყო ამოცანა უნდა მემუშავა როგორც პროფესიულად სრულყოფილ ჟურნალისტად მაშინ სხვადასხვა 7 დღიდან მომიხდა შტატებში წასვლა. მეორედ იყო 1999 წელს უკვე პრესმდივნებისთვის ასე ვთქვათ პროფესიული განათლების პროგრამა და რასაკვირველია შეხვედრები არაჩვეულებრივად საინტერესო იქ შეერთებულ შტატებზე მაქვს ისევ საუბარი, ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ჩვენი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში. ესეც არაჩვეულებრივი და იმ პერიოდში იუსტიციის საბჭოს პრესმდივნად მუშაობის პერიოდში იყო ეს პროგრამა, როგორც აი იმ დაწესებულებიდან მოხდა ჩემი ასე ვთქვათ რეკომენდირება და ვიმყოფებოდით შტატებში არაჩვეულებრივი პროგრამა იყო და მესამე იყო შარშან 2023 ეს გახლდათ მედია განათლების პროგრამა და აი სიამაყით მინდა აღვნიშნო რომ ძალიან სწორად იქნა შერჩეული აი ეს მიმართულება იგივე საელჩოს მხრიდან რომ ჟურნალისტი ვთქვათ ვერ იქნება იმ ხარისხის და იმ ცოდნის და განათლების მატარებელი თუ მას იგივე სასწავლო პერიოდში არ მიეცა ის ცოდნა და განათლება რამაც ის უნდა ჩამოაყალიბოს. აი ჩვენ გამოწვევებზე ვსაუბრობდით ქავტონ დიანა და ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დადგა როგორც ლოკალურად ჩვენი ქვეყანა მე რეგიონალურად და გლობალურად. ანუ ეს უნდა გავითავისოთ და იცით მსოფლიოში ხა დღეს ალბათ გვექნება მე ამ თემებზე საუბრის საშუალება რასაკვირველია რა გამოწვევები დადგა ჩვენი პროფესიის წინაშე თქვა როგორც ჟურნალისტის და შესაბამისად ხა ის კი უბრალოდ როგორც PR მენეჯერს და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ძალიან გაწუხებს ეს იმიტომ რომ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს ჟურნალისტებთან და მათი
საბოლოო ჯამში ეს ერთიანი სხეულია, ხო, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ, იმიტომ რომ სახელმწიფოც არასამთავრობოს დანიშნულება ყოველ შემთხვევაში ასეა და საზოგადოებაც რომ ჩვენ ერთიანი კეთილდღეობისკენ ვისწრაფოთ. განათლება უნდა ემსახურებოდეს ამას. სამწუხაროდ მე დღეს უკმაყოფილო ვარ და თუ გექნებათ შეკითხვები მე კი ბატონო ჩვენ პროფესიასთან დაკავშირებით რა გამოწვევებია, რატომ მოხდეს მარტო ჩვენი თქვათ ლოკალური პრობლემები არ არის, მაგრამ აქ უფრო მეტი მედეგობაა საჭირო იმ ხრივ რომ ჩვენ ხათუნა პატარა ერის ბედი თუ ბედობა სწორედ ის არის რომ ყველა გლობალური პრობლემა მის თავს დატეხილი არის აზგზის მძიმე და ამდენად გვართებს ჩვენ აზგზის მონდომება რომ როგორღაც აი ამ ბეწვის ხიდზე ვიაროთ. გეთახებით. აი აქვე მაშინ უბრალოდ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასწავლებელი სიტყვებს მოვიყვან, ხო, იმიტომ რომ ავცი მე მგონი ილიაზე დიდი, ну ძალიან ბევრი ყავს და მიხარია და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ასეთი ერის წარმომადგენლები ვართ ჩვენ და არაერთხელ გვისაუბრია ნამდვილად, იმიტომ რომ მე თქვათ როცა დამჭირდა კონკრეტულად და თქვათ რა პროფესიული განათლებაც მივიღებ თუნდაც ამ მიმართულებით იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიაში ვყოფებოდით კიდევ კონრად ადენაუერის ფონდის მე შვედეთში ვიყავ ну რა ვიცი ამდენი ქვეყანა ჩამოთვალ ძალიან ბევრი ხა არც ისე პატარა აღარ ვარ უკვე ძალიან ბევრი ვნახე და მადლობა ამისთვის უფალს და ჩემ პროფესიას რა აი ამდენი შესაძლებლობა მომეცა ნამდვილად იცით ამაზე დიდი არაფერი მინახავს და ასეთი სიბრძნე რაც არის უბრალოდ იქ ჩადებული გინდათ გნებავთ ჟურნალისტიკის მიმართულებით გნებავთ არ ვიცი საზოგადოების მიმართულებით სამართლის მიმართულებით ახლა ილია თავის დროზე როგორ მოსამართლედაც კი მუშაობდა წარმოიდგინეთ მისი საზოგადო მრავალმხრივი და მართლაც ერის მამა შემთხვევით ხო აბსოლუტურად გეთახმები და ნახეთ მისი სიტყვებია რომ ვინც წარსულს ივიწყებს იმ ერის გაღწნა იწყება იმ პერიოდიდან და ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავუკვირდეთ ამას რას ნიშნავს ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ იყო ბევრი ფორმაციის ნუ და იდეოლოგიის ლიდერი რომელიც იწყებდა რომ თითქოს მამდე არაფერი არ იყო და მოდით თავიდან დავიწყოთ ასე შემდეგ ყველაზე დიდი შეცდომა რასაკვირ ფუტურისტული ეს იდეები რომელიც ვნახეთ რომ ისე გაიფანტა და გასკდა როგორც საბჭოს ბუშტები მაგრამ ჩვენ სწორედ იმ ფასეულობებს უნდა ჩავეჭიდოთ და 1000 მაგათ უფრო დიდი და ვთქვათ როგორ თქვა პასუხისგებლობა გვაქვს ჟურნალისტებს და იგივე მედიასთან მომუშავე ადამიანებს როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს რომ აი ეს განათლების დონე აუცილებლად გქონდეს და მუდმივად გვეკავს ჩვენი ტრადიციული იმიტომ რომ ჩვენი ტრადიციული და ეროვნული ძალიან გლობალური ამავე დროს ნახეთ ვაჟებშაველად წერდა ამაზე როგორც პატრიოტიზმი და პუბლიცისტიკა კოსმოპოლიტიკა მაგრამ არა მხოლოდ უდიდრესი პუბლიცისტური ნაღვაწი ჟურნალისტებსაც კი ნაკლებად სამწუხაროდ და ჩვენ სწორედ ამას უნდა ვესწრაფოთ რომ გლობალურ სამყაროში კი არ გავიტქვიფოთ არამედ ჩვენი უდიდესი კულტურით შევიდეთ და ბრძოლა დღეს სწორედ ამაზე მიმდინარეობს და ჟურნალისტებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ქაუტონდიანა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის არის მოდით ესე ვთქვათ პროპაგანდისტი და როგორც მედიცინის მიმართულებით მე უფრო მწვავედ ვსვამ აქსაკ მეორე უძველესის წარმომადგენელია სხვა შემთხვევაში ჩემ უინტელექტო ჟურნალისტი ისეთი საშიშია ვერ წარმოვიდგენ და აი ვარ მას უზარმაზარი ძალა უზარმაზარი იარაღი აქვს ხელთ და როგორ მოიხმაროს არის. დიახ, აი ნუ ამ შემთხვევაში და სათვალე კიდე რბილად ნათქვამი და რბილად დაწერილი იგავარაკია. ეს არის უბასრესი იარაღი. მე ორლესული იარაღს რომელიც შეიძლება ქირურგის ხელში იყოს სიცოცხლის გადამრჩენელი და კვლევის ხელში მე და თქვენს მტერს თუმცა მე არც მყავს ასეთი მტერი. დიახ, აი ხშირად ვავლებს პარალელს ჰიპოკრატეს ფიცთან დაკავშირებით როგორც მედიცინაში არ ავნო აი აქ ანალოგიურად ჩვენც ამ სიტყვით ეს ილიამ დაგვიბარა და არა მარტო ილიამ მოდით ბიბლიიდან დავიწყოთ რომ სიტყვა იყო თავიდან დასაწყისიდან და სიტყვას იგი ღმერთიდან ხო ვისაც ეს გააზრებული აქვს და ღმერთია იგივე სიყვარული ხო ანუ როგორი კავშირი კი რამდენი ჯერ ქრისტიანობას უნდა გააზრებინოს აზროვნების რა პლასტები გჭირდება რომ ინტელექტუალურად თქვა იგივე ასე ვთქვათ ცნობიერად რასაკვირველია თუნდაც რელიგიურად ძალიან დიდი ცოდნა საჭირო ქაუტონდიანა დღევანდელი გამოწვევების სწორად გააზრებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ჩვენ და კიდევ ერთი დიდი პასუხისგებლობა აქვს ჟურნალისტს რასაკვირველია რომ
პასუხისმგებელი არის ის იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, იმ სოციუმზე. და ჩვენ მოგწონს დღევანდელი სოციუმი, რამდენჯერ გვისაუბრია, რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა და მუდმივი ჭიდილი მიდის ამ, ასე ვთქვათ, აი ამ სოციუმის მომავალზე, რომელსაც ერთიანად ქვია საქართველო. მადლობა ღმერთს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, როცა გამოწვევის პიქს მიაღწევს ხოლმე ასეთი მომენტები, ნამდვილად ერი შეიკრება და ერთ-ერთი ახლა ვნახეთ, რომ ერი ნამდვილად არ ღალატობს და ეს არის დიდი, ვთქვათ, ღირსება, როდესაც ის ნამდვილად მიუყვება ღირსეულად მამა-პაპათაგან დატოვებულ აი ამ ტრიადას ხო მამული ენას სარწმუნოება. და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა უერთგულოთ ამ ყველაფერს და პირიქით ის თანამედროვე გარემოში და რეალობაში ისე წარმოვაჩინოთ, რომ იყოს ყველასთვის ძალიან საინტერესო აღსაქმელი და მე ვფიქრობ, რომ პირიქით ეს არის საინტერესო. ყოველშაბათს ჩემი გამოცდილება ძალიან ბევრი ქვეყანა არის კიდეც ხათუნა უცხოელებთან შეხვედრა ახლა კარგად იცი არჩევთვის არის იშვიათი ხილი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი ოჯახის ინსტიტუტით მაგალ დამოუკა შეიძლება ითქვას მაგით აღფრთოვანება იცი შეჩვილი ოჯახის ამბავი ხარ მინდა ამაზე აღფრთოვანებული აი ჩვენი ტრადიციები უფროსის პატივისცემა ომცროსზე ზრუნვა ასე ის რაც ჩვენთვის არის ბუნებრივი ნორმალური ქართველისთვის ნუ საერთოდ თუ გადავწყვეტით ახლა ამ ხე ბუნებრივია ჩვენ უკანასკნელი 2000 წელი ცხოვრობთ ქრისტიანულ ცივილიზაციაში ხო და ამ ცივილიზაციის ციტადელი არის საქართველო და ნუ გარკვეულწილად ის ქვეყნები რომლებიც აღიარებენ და მიყვებიან ახლა ვინც იცის და ვინც ამას შეეხება გაოცების უნარს არ კარგავს და ეს ჩვენი სამაყოც არის და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ თუ ეს ვიღაცის დაძახილზე ვიღაცის დაკვეთით თუ ეს დავკარგეთ მაგრამ როგორი იმედი გამიჩინა 17 მაისმა იცი ხათ უნდა ხარ მინდა რომ თემას გადავხვიოთ ესეც უკავშირდება მე მივხვდი რომ ეხლა ბალანსი ყველანი არის ყველა ერთში დიდი ემოციური მუხტია ჟურნალისტისთვისაც იგივე საზოგადოებასთან რომ შენ თუ ორიენტირი არ გაქვს თუ რას ემსახურები ხა როგორ სიტყვაზე ხა ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციით მე სამართალთან მაქვს ურთიერთობა გამომდინარე ჩემი თქვა ამ პოზიციით როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაგრამ იქ თუ შენ ეს მუხტი არ გაქვს და მიზანი საით მიდიხარ და რეალურად როგორი ტიპის ინსტიტუცია უნდა იყოს რასაც ემსახურებით ან ზოგადად ქვეყანა ერთიანად ხო იქ როგორ უნდა იმუშაო მთელი გულით. ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყოველ დღე მაქვს ამის შესაძლებლობა, რომ კი რეალიზაცია მოვახდინო სწორი კუთხით, იმიტომ რომ ყველა კმაყოფილია, მე გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩვენთან ეცნობიან, ახლა ესეთი ნაწილი გვაქვს ძალიან საინტერესო ქალტონდიანა ექსკურსიები სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. 2013 წლიდან გახსნილი აქვს მუზეუმი მარცაჯულების და ну, ვფიქრობ და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამით მარტო თქვათ იმ კონკრეტულად იმ ექსპონატების ისტორიას არ ეცნობიან. მთელი ჩვენი სახელმწიფოებრივი ისტორია მოყოლებული პირველი თუნდაც ხელნაწერი დოკუმენტიდან, რომლის ანალოგიები გვაქვს ჩვენ კოპიოს სახით, მაგრამ ორიგინალები დაცულია ყველა ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში და რასაკვირველია თქვენი გადაცემის მეშვეობითაც სიამოვნებით მე ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ინფორმაციას რომ ნებისმიერ დროს შევძლებთ მოგზავნდეთ და გაიცნობთ ძალიან ბევრ საინტერესოს ეს რაც შეეხება ამას მაგრამ ჩვენ საუბრობდით კიდევ უფრო დიდია ამ შემთხვევაში უშუალოდ ჟურნალისტის მოვალეობა და კი პასუხისმგებლობა რომელიც ყოველდღიურ ურთიერთობაშია საზოგადოებასთან და ნუ ხა ჩვენ არ შეიძლება არ ვახსენო იმიტომ რომ შაშანა ვახსენე რომ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და უზომოდ მადლიერი ვარ ნამდვილად საელჩოსი შეერთებული შტატების საელჩოსი რამდენიმე წლიანი პროგრამა იყო არქივატორი მოიცვა უამრავი პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები ვიყავით იქ და შეხვედრები გქონდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაჩვეულებრივი პროფესორ
ვაძლევა და ვაგრძელებთ ურთიერთობას და საინტერესო ერთობლივ საქმიანობას მათთან. აქედან ქალბატონ სოფობზიშვილს დიდი მადლობა. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან დიდი ხანია მათთან ურთიერთობა გვაქვს. ნამდვილად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მაინც გვაქვს რეგლამენტი და მინდა რომ ჩვენ ყველა საკითხი შევიხოთ. ამომწურავი იყო აი საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ახლა ეს არის ამომწურავი თემა ზოგადად, მაგრამ ამ ჩვენი ბაგერის გადაცემის ახლა მინდა რომ შენ სხვა სფეროსაც შევეხოთ. ჩემო კარგო 20 წელზე მეტი თუ არ ვცდები, იყავი არაჩვეულებრივი გაზეთის სასამართლო დღეს რედაქტორი. გარდა მაგისა მე მახსოვს სასწავლო ჟურნალების შენს მიერ მომზადებული, შენი ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ მომზადებული სასწავლო ჟურნალები, ასე რომ ამ ხრივაც გაქვს არაჩვეულებრივი გამოცდილება და ზოგჯერ მეც მიყურს. ის იყო ეს ყველაფერი და მართლა როგორი საინტერესო დრო. და საინტერესო იყო და ჩვენ დირიჟირების ხელოვნებას ვეძახით მაგას რედაქტორულ ხელოვნებას ხომ ასეთი ტერმინი აქვს აი სპეციფიკა ამისი აი წარმატების საიდუმლო რომელსაც უწევდა უზენაეს სასამართლოში ამ ჟურნალის რომელსაც თქვენ ახსენეთ ჩვენ იმ პერიოდში ჰქონდა შეხება ქალტონდიანა და სხვათა შორის მაიკო ძალიან მეხმარებოდა თქვენი ქალიშვილი ასევე ჩემი კოლეგა და არაჩვეულებრივი პროფესიონალი ძალიან საინტერესო წლებს დიდი იცით ის პერიოდი იყო როდესაც უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა ბატონი ლადო ჭანტურია რომელიც დღეს გახლავთ საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ძალიან საამაყო პიროვნება ნამდვილად რასაკვირველია დიდი პროფესიონალი და თვით თქვენ ახსენეთ წარმატების ფორმულა ბატონი ლადო არის წარმატების ფორმულა ჩემთვის ნამდვილად და თვითონ იცით მისი მენეჯმენტი ანუ ადამიანებთან ურთიერთობა თანამშრომლობა საერთოდ გასაღები არის აქ როგორ წარმატების ფორმულა არის შენი დამოკიდებულება იმ გუნდთან, ვისთან ერთადაც მუშაობ. ეხლა ის რაც ვახსენეთ მაშინ, ნუ ვახსენე ბატონი ლადო, იმიტომ რომ ყველა ის ძირითადი თემა რაც მაშინ სასამართლო დღეს აი ამ ჟურნალში თავსდებოდა ხოლმე, რასაკვირველია იყო ერთად ნამსჯელი, ნაფიქრალი, შეთავაზებული, ვთქვათ, ჩემს მიერ ხშირ შემთხვევაში მისი მხრიდანაც იყო ეს კიდევ სხვადასხვა ადამიანის, იმიტომ რომ ცხოვრება მრავალფეროვანია და იქ ეხლა ჩვენ არ შემოვიფარგლებოდით ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესების, ასე ვთქვათ, ანალიზით, რაც უშუალოდ სასამართლოში ხდებოდა, იმიტომ რომ მართლმსაჯულება ერთი დიდი ორგანიზმია ქვეყანაში, რომელსაც სამი ყველაზე მცირე კომპონენტი აქვს, ხო, აქტორი, ასე ვთქვათ, სასამართლო და მოსამართლე, როგორც ასეთი, ადვოკატი, ანუ დამცველი და პროკურატურა რა, ბრალდების მხარე და თავისთავად, ნუ განსასჯელი, ბრალდებული და საზოგადოება მისი სახით. და ორი მხარე, რომელიც არასოდეს ბატონი ლადოს საყვარელი გამონათქვამი იყო ხოლმე სასამართლოდან ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილო მიდის, იმიტომ რომ ორი მხარე არასოდეს კმაყოფილი არ არის. თუმცა სასამართლოს ალბათ ძალიან დიდი დანიშნულება იმაშია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ის რეფორმები რაც ტარდება და ყოველდღიურ ურთიერთობაში ეს რეზულტატი გვაქვს. ისე წავიდეს ადამიანი სასამართლოდან თუნდაც წაგებული მხარე რომ მას ზუსტად ჰქონდეს გაწმუნებული იყოს ის იყო ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილების მომსწრე და მონაწილე რომ შეიძლება დღეს ადამიანი ცხოვრება ასეთი ანიგებ, ანაგებ, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში თვითონ ხარისხი არის ის თუ როგორ აგიხსნიან შენ, როგორ დაგისაბუთებენ იმას, გაიყო შენი, ასე ვთქვათ, გადაცდომა იმ კონკრეტულ სიტუაციაში და ნუ აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობდით რომ აი ამ მთლიანი ორგანიზმის ყველა აქტორის, ნუ რადგან ჟურნალზე ვსაუბრობთ, წარმოგვეჩინა ადვოკატები ყავდა იქ გამოჩენილი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხელოვნება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ხა დღესაც და იმიტომ რომ ცოტა აირია სიტუაცია, განსაკუთრებით რევოლუციის პერიოდში, იმიტომ რომ საერთოდ დაიღო, მინდა გითხრათ, მე ვარდების რევოლუცია მაქვს ხედავობაში, ეს დემოკრატიული სასამართლო სტანდარტი, რომელიც ჩვენ ავიღეთ მე რაღაცნაირად ბუნებრივია, მან დაკარგა ფუნქცია და თითქოს ამბობდნენ, რომ ნუ იყო ესეც რომ პროკურატურის
დაქვემდებარების ქვეშ იქცა ზოგჯერ დემოკრატია ისეთი საშიში რამ არის კიდე უფრო უარეს ამას ჯერ კიდე დიქტატურას ის არ მიესალმებოდა სხვათა შორის დემოკრატიას იმიტომ რომ ნახეთ რა თუ დემოკრატია ეს არის ფორმა მართლობის და როგორც ჩერჩილი ამბობდა ამაზე უკეთესი და მაღალი ხარისხის საზოგადოებას ჯერ არაფერი მოუფიქრებია თუმცა ის არ არის ბოლომდე სრულყოფილება მაგრამ აი თვითონ აი ამ მექანიზმს დემოკრატიული მმართველობისას იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საზოგადოების დელეგირების კუთხით ის ირჩევს მთავრობას შემდეგ ხელისუფლების დანაწილების პრინციპია და აი მათ შორის მედიატორის როლს ასრულებს ეს მეოთხე ხელისუფლება რომელიც მე და თქვენ წარმოადგენთ ამ პროფესიას ხო აქ თუ ეს ადამიანები არ არიან განათლებული ადამიანები თუ ზუსტად არ ესმით კაცობრიობის და მართლაც ის სიკეთები რაც არის რისთვისაც შეიქმნა და რისთვისაც არსებობს კაცობრიობა და ყველა ქვეყნის დეკლარაცია ამიფარდება გაეროდან დაწყებული რომ სამყაროს კეთილდღეობისკენ და კარგისკენ, ჰარმონიისკენ და ჰუმანიზმისკენ მიისწრაფვის ყველა. ჩვენ ხედავთ რომ რაღაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენც მომსწრე გავხდით რომ გამოჩნდნენ ისეთი ძალები გაჩნდა ტერმინი გლობალური ომის პარტია. ხა მე არ მინდა პოლიტიკას შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუმცა ჟურნალისტები ვართ და ყველა თემაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მე ერთს ვეთყოდი ჩემს კოლეგებს, ისე როგორც ჩემს სტუდენტებს, რომ უბრალოდ ისინი ნამდვილად არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ყავს, მე ბედნიერი ვარ რომ ვასწავლი ამ ადამიანებს და არის არაჩვეულებრივი კონტინგენტი, სხვანაირად როგორ გექნება მომავლის იმედი, თუ მათთან უბრალოდ ფიქრობ, რომ მათთან მეტი მუშაობა და ინფორმაციული, ასე ვთქვათ, გაცვლა საჭირო, მეტი დრო მათთან დათმობის ამ თუნდაც ამ თემებზე საუბრისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაუგებრობა იქნება მოხსნილი. ეს ოჯახებიდანაც მოდის, სწორად გამიგეთხავთ, ოდიანი და მედია, რატომაც არ მოგწონს მე და თქვენ. სწორედ ის არის, რომ ამ საკითხებს კი არ უთმობს დღეს ყურადღებას, არამედ სხვა რაღაცა არასწორ პროპაგანდისტულ თემებზეა გადართული. და ეს ახალგაზრდობა ფაქტიურად დაგვრჩა ყურადღების გარეშე, აბსოლუტურად სკოლიდან მოყოლებული. მე სულ ვიმეორებ, სადაც კი მაქვს ტრიბუნარო სკოლას თუ არა ეშველა ჩემო ხათუნა. მე და შენ კარგად ვიცით, იმიტომ რომ ის ყველა ნაკლი მე მოდის ჩვენთან სტუდენტურ აუდიტორიაში. ხარ მინდა გამწვავება ამ საკითხის, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად სტუდენტის ბრალია ეს. ნახეთ, რაც დააკლეს მას სკოლაში, რა უზარმაზარი პრობლემებია დღეს სკოლაში. თუმცა გამონაკლისები რომ არ იყოს და იქ სწორედ ოჯახი დგას ამის, სადაც ოჯახებში შველია შვილებს, თორემ სკოლა სამწუხარო დიდწილად ვერაფერს ღირებულს ვიცით აი საინტერესო ხალხია მასიურად არ ეშველება ხა მარტო ოჯახის იმედად ვერ ეს ხო ერთობლივი პროცესია რა პროცესებშიც აღმოჩნდით ზოგადად და რა კატაკლიზმებიც გაიარა პოსტსაბჭოთა საქართველოს მოდით აი ესე ვთქვათ ეხლა მართლა ქრონოლოგიურად გადის პროცესი ხა ჩემი თვალის წინ რა იყო და იმდენია ან კი როგორ იტევს ეს თავი და ეს ჩვენ ცნობიერება ამ ინფორმაციას და როგორ შევძელით კიდე ეს გადაგველახა ისე რომ დღეს ქვეყანა ფეხზე დგას ყველა საერთაშორისო დონეზე საუკეთესოდ არის წარმოჩენილი ნამდვილად და ყველა მიმართულებით მაგრამ ხა სრულყოფა და ჩვენ საუბრობთ გასაგებია ეს შედა განათლება არ არის ხა ეს რომ ღილაკს მიაჭერდა 10 წელი ამ მიმართულებით ხარ მე ხო გადმოხტებოდა ესე იგი ეს ასე არ ხდება იმიტომ რომ თაობებში იდება ეს იგივე კულტურა რა ძალიან მნიშვნელოვანია და განათლება ზოგადად ეს მართლა საოცარი კულტურის ფენომენია ადამიანთა ურთიერთობის იმ ხრივ რომ რა ფასეულობებს უნდა უერთგულო როგორც პიროვნული თვალსაზრისით ისე ვთქვათ ქვეყნის კეთილდღეობიდან გამომდინარე და ну ის შეტევები რაც მე სხვადასხვა ასე ვთქვათ ცვლილებების დროს რევოლუციების სახით ხორცელდება ხოლმე და რყევების სახით ძალიან არასასურველ ზეგავლენას ახდენს ამ ყველაფერზე მაგრამ მე მინდა უბრალოდ ახალგაზრდებსაც იმ თვალსაზრისით მიმართო რომ გასაგებია ეს ოჯახი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით სკოლა თავისთავად უნივერსიტეტი მაგრამ მათი პიროვნული პასუხისგებლობა რომ იცოდნენ მეტი ხშირად დასვან შეკითხვა რატომ ეს არის კრიტიკული აზროვნების ნომერ პირველი გასაღები იმიტომ რომ იცით აი ჩვენ ჟურნალისტიკაში კარგად გვაქვს ხომ 5W-ს პრინციპი რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა მაგრამ ზუსტად ის მე-6 არის რატომ რომელიც უკვე ანალიტიკური სტატიის თავად შეკითხვას წარმოადგენს და
ნებისმიერ სიტუაციაში დავსვათ ეს შეკითხვა. რაღაცა მოვლენას აქვს. მიზეს შედეგობრივია ყველაფერი. ამის ჩვენაც უნდა მიიღოს ახალ უნარჩვევები, რასაკვირველია ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ უნარჩვევების განვითარებაში. გეთანხმებით. ეგ უნდა მივცეთ და აი ასეთი რამე ხა ჩვენ ნაწილობრივ კი ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ მაინც ორლესული არ აღია მედია თქო და ნიკლას ლუმანი ბრძანებდა და წერდა რომ კომუნიკაცია საზოგადოებას კრავს ერთმთლიანობად და ამის უმთავრესი საშუალება არის სწორედ მას კომუნიკაციის საშუალება იგივე ჩვენი ჟურნალისტიკა იგივე მედია მაგრამ მე და თქვენ გადასარევოთ ვიცით და ჯერ კიდე ჩვენ სტუდენტობაში აი მაკლუინის თეორია იყო მერე ჩომსკის თეორია დღეს უკვე ძალიან აქტუალური რომ ამას უკუშედეგიც მოაქვს ხშირად არა უკუშედეგიც გრევაც და დაშლა და რატომის კომუნიკაციას გადასცემა ამ კომუნიკაციის მეშვეობით აი ამ ორლესული არახზე ანუ მედლის ორივე მხარეზე მინდა რომ ვისაუბროთ კი ბატონო სიამოვნებით აი ნახეთ ქაუტონდიანა ზოგადად ჩვენ რადგან ვთქვით რომ საერთოდ ეს არის კომუნიკაციის ოქროს გასაღები ისეთი პროფესია გვაქვს ჩვენ იმიტომ რომ ამ პროფესიის გარეშე თქვა სხვა ძნელად თუ მოიძებნება პროფესია რომელსაც მოთხოვ თუნდაც სოციუმში იგივე პასუხისმგებლობას რომელსაც მოსთხოვ ჟურნალისტი ეს არის მედიუმი კიდევ ერთხელ ვამბობ მედიატორი და რა ფუნქციებიც ენიჭება ანუ შუამავალი გამტარი კი ბატონო მედიაცია ვიცით რასაც ნიშნავს შემრიგებლობა და სხვა არაფერს შეფათუნა რომ ეს არის შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხელოვნებასა და საქართველოს მოამბე არის მთელი პროგრამა მე ხანდახან მაღალობაში პირდაპირ ეხლაც შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენ იმიტომ რომ ილიას ისეთი უნიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვა ამ კუთხით რომ გახსოვთ თქვენ როცა საბჭოთა პერიოდიდან გამოვედით უკვე და მართლაც საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა ჩვენ მაშინ სტუდენტი ვიყავით თქვენ ასწავლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რა ასე ვთქვათ რა ვითარების მომსწრე გავხდით რომ წიგნები არ იყო იმიტომ რომ ფაქტურად რუსეთი და საბჭოთა მოდით ასე ვთქვათ იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდმა თვით რუსეთსაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა წერს ისე როგორც იმ საბჭოთა სივრცეში ყველა იყო დაგონებული და იგივე ათეისტური ეს რეჟიმი დამხმარე იყო რუსისთვისაც ქართველისთვისაც უზბეკისთვისაც არავინ არ იყო იქ განვითარება საფერხებდა ნამდვილად ეგ ცხადია და ამიტომაც ეს შედეგი იყო რომ დაიშალა ეს ყველაფერი მაგრამ ნუ ჩვენ აღმოჩნდით იმ სიტუაციაში რომ წიგნები არ იყო ქართულ ენაზე ძალიან პრობლემური იყო ყველაფერი და ისევ გადაგვარჩინა ილიას 5 პუბლიცისტური წერილი ნიშნავდა 5 წლიან უნივერსიტეტის განათლებას. გულწრფელად ვამბობ, პრაქტიკა გარეთ ქუჩაში სამწუხაროდ ასე მოხდა რომ ჩვენ ნუ სამწუხაროდ არ ბესაბედნიეროდაც, იმიტომ რომ ჟურნალისტი გარეთ არის. მე ბედნიერი ვარ ჩვენი პროფესორების მათ შორის თქვენიც რომ ყოველთვის გვიშვებდით გარეთ, იმიტომ რომ გარეთ ხდებოდა პროცესები, როცა საქართველოს იკრებდა იმ ძალებს, რომ მიიღო ეს დამოუკიდებლობა, ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ იქაც თუ რა იყო საფუძველი ვიდექი ჩემხაც კი ბატონო და მე აუდიტორიაში ერთი სული მქონდა შემოსული ყავ გვესაუბრა ყველაფერს ანალიზებინა ესე ბრმატკია მიგვეღო ის მე მახსოვს ქალბატონმა ჯილდამ ასათიან მე ერთხელ რა გასწავლოთ ეხა ისკრის ისტორიაო დამთავრდა წავიდა ისკრის პერიოდი ეხა მოვიდა ახალი და შესაბამისად ძალიან სწორად იყო ეს დასმული კითხვა და ვინ გადაგვარჩინა ისევ ილიას მისმა გენიალობამ თუნდაც მედიასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში პერიოდში აკრძალულმა ქვათა რაღაც ჩუმაც გვაკითხებდნენ ჩვენ ლექტორები ჩემი სტუდენტობის დროს თქვენთან რას ქვია ქვათა აღადი არ გაქვს წაკითხული და ნიშანს ვერ მიიღებ ახლა ეს თითქოს ესეთი მკაცრი ნათქვამია, მაგრამ რა თქმა უნდა წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში ეროვნული მოძრაობის აპოთეოზი იყო და იქ შემქვა აღაღადის წაკითხვა დაგეზარა. ესე იგი მაშინ შენ არაფერი აღარ იცი უკვე. არც ილიასთან, არც ჟურნალისტიკის თეორია. და ამიტომ მე ვისფამდა რომ ხედავ რა ბედნიერება აქ ქონია შეფერხება განვითარებაში ქავტონდიანა. ქვათაღაღადიდან ივერის წინა სიტყვაობა აგერ ნებისმიერი თუნდაც ის მანკიერი მომენტი ილიამ
ძალიან სწორად და ეხლა ძალიან აქტუალურია უარმყოფელობა ჩვენში, ამაზეც როგორ გაამახვილა ყურადღება. წავიკითხოთ ეს ყველაფერი, ვნახოთ როგორი საინტერესოა. წავიკითხოთ სტუდენტებსაც. ისეთი დრო მოვიდა, ეხლა ამას უკავშირებ თქვენ ტექნოლოგიური კუთხითაც მკითხეთ ამ ხრივ, რომ კიდევ უფრო გამომდინარე იქიდან რაც უფრო დაიხვეწა ჩვენი გარემო, თუნდაც გარემო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ხა ჩემი მობილური იქით გადავდე, სამყარო გვიკავია, კოსმოსი გვიკავია ხელში. მე დღეში არ ვიცი 100 ზარზე ნაკლები არასდროს არ შემოდის და ქალტონიანა პირდაპირ გაგებით შეერთებული შტატებიდან, ამერიკიდან დაწყებული ავსტრალიის ჩათვლით სრულიად. საქართველოზე რო არაფერი თქვათ, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და იმ საქმიანობიდან რასაც ვაკეთებ, სულ შემოდის კითხვები ვიღაცას დახმარება უნდა, ვიღაცას რჩევა უნდა, ვიღაცას რეკომენდაცია უნდა, ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია, თუ ხარ ამ სფეროში, ეს დატვირთვა უნდა მიიღო და ჩემი ტელეფონი არასდროს არ ითიშება, მაგრამ ნახეთ ჩვენ ყველას პერსონალური ტელევიზორი გვიკავია ხელში. ჩვენ შეგვიძლია სამყაროს მივმართოთ ჩვენით და ეს არის შეუზღუდავი საოცარი შესაძლებლობა. საოცარი. შესაბამისად, რამხელა პასუხისგებლობა, რომ ერთხელ გასროლილ სიტყვას, როგორც ილიაც გვასწავლიდა თავის დროზე, ხო, უკან ვეღარ მოაბრუნებ ვერანაირად. და ის უკვე რჩება და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველწუთიერი პასუხისგებლობა პიროვნული ჩვენი, როგორ გამოვიყურებით, როგორ საუბრობთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანებთან და მაინც ყველაფრის მთავარი არის ის, რომ ამ პროფესიისთვის განსაკუთრებით ადამიანის სიყვარული არ დავკარგოთ, ღირსება არ შეურაცხოთ. არც ერთი არანაირი პროპაგანდა არ ისერილიასთან მინდა განაავსავი არ დაერქმის და კარგი ადამიანის პირადობის შეურაცხყოფის გარეშე გადავხედოთ ჩვენს დღევანდელ მედიას ილიას გზით მავალი ზოგიერთი წყალებში ჟურნალისტი ამას ხშირად ივიწყებს. კი ბატონო და თანამედროვე რა შემოტევა მოგვიხდა ზუსტად და ისევ ანუ ილიასეულმა სიბრძნე უნდა გაგვამყაროს. სამხრივო არ დავთმოთ ეს პოლარიზაციის თემა გაჩნდა. დღეს არის ამერიკული ჟურნალისტიკა, რომელიც იყო ჩვენთვის და მართლა ოქროს ხანის აი ჟურნალისტები ყავს, შესანიშნავი ვოლტერ კრონკაიტი. კი ბატონო, რამდენი ერთი დავასახელო ვარსკვლავები, იგივე თქვა CNN-ის ვარსკვლავები, ქალბატონი კრისტიან ამანპორი, ხო, დღესაც რამდენი ანდერსონ კუპერი, ბეკი ანდერსონი, ძალიან ბევრი შეიძლება, ხო, თითოეული მათგანი არის ვარსკვლავი. გარდა ამისა, სხვა თუნდაც ბოლო პერიოდში ტაკერ კარლსონი, რომელიც რევოლუცია მოახდინა ჟურნალისტიკაში და საოცრება ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. და ეხლა ისეთი დევნა ამ ადამიანის გავადრო და ჩვენ მივხვდებით რომ იგივე ჩომსკი დაცვით დადის. კი ბატონო. იმიტომ სიმართლეს ამბობს თავისუფალ დემოკრატიულ ამერიკაში მე არ მეშინია. და ისეთი ბრძოლა დაიწყო. ეს ფაქტია. ამიტომ ეს ჩვენ რატომ გამოაქვეყნა манипуლირების ტექნოლოგიის რამდენიმე საფუძვლები. კი ბატონო, საფუძვლები. ამ ხომ გახადა ცხამი, ხო? ნებისმიერ რასადასაც უნდა უკითხავდე, მაგას მაინც მე არ ვიცი სხვა მისცემს და ტაკერ კარლსონს როგორ შეიძლება დაუწუნო ეხლა ეს რომ ადამიანი რომელიც ნახა ამერიკის მანკიერება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამაზე ეხლა მე და ჩვენზე დიდი ამერიკელი ტრამპია ხო თანხმდები ნამდვილად ქორიაზე არ მე ტრამპისტი ვარ სხვათაშ ხო თქვენ ბერჯერ ყოფილიყავთ იცით რა შეასაქმე ჩვენ თავისუფლ გამოხატვის თავისუფლებას არავინ არ გვიზღუდა საკუთხით რა თქმა უნდა რომ საინტერესოა აი ხა ამერიკაზე ვსაუბრობდე ძალიან ბევრს ვისაუბრებდი ამ თემაზე მაგრამ მარტო ეს ხო არ არის ჩვენი თემა მე უბრალოდ ვიტყვი იმას რომ აი თვითონ ჟურნალისტებსაც გარკვეულწილად ისე აკრიტიკებდა იმ პერიოდშიც კი რაღაცა იქ პრობლემა გაჩნდა ანუ რის და ეს ვიცით ჩვენ განსაფრთხეები ასევე ჟურნალისტებთან მიმართებაში რომ გარკვეული პოლიტიკური ან ბიზნეს ჯგუფები არიან ძალიან დაინტერესებული საინფორმაციო საშუალებების უბრალოდ ხელში აღებით, იმიტომ რომ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტიურად ჩვენ პროფესიაში 2-4 არის უზარმაზარი ძალა და ეს ვიცით. ეს იმდენად გამწვავდა, რომ სახელმწიფოთა შორისი ხასიათი მიიღო და მე საერთოდ კონკრეტულად მაგალითი მოვიტანე და მე როგორც ჟურნალისტი სიამოვნებით ავიღებდი ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან, სხვა შორის ვაპირებ კიდეც. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ბევრს გაუკვირდეს რა, ну, იმიტომ რომ აი სწორედ ეს არის საინტერესო რატომ იყო ის ასეთ დემოკრატიულ, ასეთი ხარისხის დემოკრატიულ სახელმწიფოში თქვა დევნილი, რატომ გამოუშვა იგივე Fox News-მა თუნდაც, რატომ გადაიხარა ეს ასე ტაკერ კარლსონი აი ესე ძალუმად თქვა, არა მხოლოდ ფულის გულისთვის, იმიტომ რომ ეს თვითონ თაობითი მილიონერია პრობლემა, მოდით ამით მოვხსნათ, არ აქვს იმას პრობლემა, რომ იქ ვიღაცა $1000 გადაუხადოს, პირდაპირ თქვა, იმიტომ რომ
მაგრამ აქ სხვარავია რასაკვირველია და ეს აი სწორედ შეიძლება არაფერი გქონდეს და სპეციფიკით არის ახსნილი და იცით რატომ ვაფასებ ადამიანს აი მართლა ყველაფერი გააკეთა რომ სიმართლე გაერკვია და პირდაპირ რაც ყველაზე მეტად უნდოდა მიიღო შეხვდა რუსეთის ასე ვთქვათ ლიდერს პუტინს და იმ ინტერვიუს ქონდა მილიარდი ნახვა და აქვს მეტი ახლა და 2 საათში ქონდა 70 მილიონიანი ნახვა. ესე იგი რაშია რაღაცაშია საქმე, ხო? ხო არ შეიძლება ჟურნალისტი სწორედ ეს არის, მე სიმართლე უნდა მოგიტანოთ თქვენ და ძალიან ბევრია სხვათა შორის აინახეთ არ გამომდის ნამდვილად თვალებიდან და ხშირად უყურებდი ხოლმე უკრაინაში რამდენი ჟურნალისტია დაღუპული. ეს ძალიან სახიფათო ასე ვთქვათ პროფესია თუნდაც ამ თვალსაზრისით საფრთხის ქვეშ აყენებს შენ სიცოცხლეს, იმიტომ რომ სიმართლის მოპოვება ნიშნავს კიდევ ერთხელ ზოგისთვის პირდაპირ ძალაუფლების დაკარგვა იმ სიმართლიდან გამომდინარე, ხო? და პირდაპირ მიდიან ადამიანები აი ესეთ ტერორზე შეიძლება ითქვას, როგორც ჟურნალისტების, ისე თავისუფალი სიტყვის მომტანის იქნება ეს ლიდერი პოლიტიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სიმართლის თქმელს რომ ცხენი უნდა ყავდეს შეკაზმული, ხო? აი რა საინტერესოა და ძველი სიბრძნეა, მაგრამ ეხლა ცხენი რას გიშველის? დიახ, აი ერთ-ერთი ჟურნალისტია და სხვა ჩვენს რაღაც ვფიქრობ, ქალტონდიანა შეიძლება შევაგრო, მე რაღაც პერიოდში ხომ ჯერ კიდევ დროა საჭირო, აი ცხელი კონფლიქტების დროს ან მწვავე პოლიტიკური სიტუაციების დროს დაღუპული ჟურნალისტების შესახებ, აი ვინ არიან ეს ბიოგრაფიები და რა მოხდა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სამხედრო ჟურნალისტიკასაც უკითხავდი მე ჩემ სტუდენტებს. ჩვენი ზაირა მიქატაძე მუშაობს სერიოზულად, მაგრამ მე ზაირას წაკითხული მაქვს აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ უფრო ფართოზეა საუბარი ამ შემთხვევაში თუნდაც დიახ, ასე რომ აი მაგალითად ბიოგრაფიას ამზადებს. ამერიკელი ჟურნალისტია დაღუპული ერთ-ერთი გვარად ლიმა, ნუ რომელიც იმდენად მართლაც არაჩვეულებრივი განათლებით და ძალიან დიდი კარგი ჟურნალისტური კარიერით, მაგრამ რა მოხდა? ეს ადამიანი დააპატიმრეს და ეხლა ძალიან შევიდეთ დეტალებში, უბრალოდ მისი სიცოცხლე და პროფესიული მოღვაწეობა დასრულდა იმით, რომ მან ამხილა ზელენსკის რეჟიმი გარკვეულ რაღაც მომენტებში და ის დღეს ცოცხალი არ არის. არ არის საინტერესო. მე როგორც ჟურნალისტ მაინტერესებს რა მოხდა. იმიტომ რომ მე ამითი ძალიან თუნდაც იგივე ამოსაფრთხოების მომენტებიდან გავიმდინარე, რომ ძალიან ბევრი ჩვენ უნდა გავუსწროთ საზოგადოების სხვა წევრებს სწორედ ამით, რომ ჩვენ პირველებმა მივიღოთ ის ინფორმაცია, რომ დავიცვათ ჟურნალისტის მოვალეობა, ამავე დროს საზოგადოება დაიცვას დეზინფორმაციისგან. ეს პოლარიზაცია რო ვახსენეთ, პოლარიზაციის თემა არის იმაში, რომ იმდენად თვითონ საინფორმაციო საშუალებები იგდეს, როგორც ბიზნეს სტრუქტურები ხელში ადამიანებმა, რომლებიც ძალიან აქტიურად აწარმოებენ ასევე პოლიტიკას და ერევიან ძალიან სერიოზულად პოლიტიკაში. დღეს ესე არ არის, ვიცით, ეს აბსოლუტურად თავისუფალია. ბიზნესთან ძალიან შერწყმული გახდა და აქედან გამომდინარე თუ ბიზნეს მფლობელს არ ესმის ამ პროფესიის დანიშნულება, ის ძალიან საშიშია. იმიტომ რომ манипуლირებს როგორც უნდა ისე და ნუ ეს შეიძლება სახელმწიფოებრივი ფორმაციების ცვლილებაც კი მოყვეს. და კიდევ უარესი როცა ის შეგდებულად აკეთებს ის. ფერადი კი ბატონო, რევოლუციების ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და ბუნებრივია, ახლა ეს უკვე ვიცით, ეს აღარ არის ახალი, 2006 წელს გამოიცა ეს წიგნი რევოლუციები ექსპორტზე, ასე რომ ყველაფერი იქ არის. ვიღაცას თუ გონია რომ ხა საქართველოს საზოგადოებას ესე მოაწყობს, არა ესე არ გამოვა. ნამდვილად და მე პირიქით მადლობას ვუხდი ჩვენ სტუდენტებს, რომ ნახეთ რას ამბობენ, ჩვენ არ მივყვებით პოლიტიკოსებს. ეხლა წვალობენ ჯერ ვერ გავუყვევიათ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკოსები ძალიან ესე манипуლირებენ ჯერ კიდევ ვითომ უკან დგანან, მაგრამ სინამდვილეში თავში დგანან რაღაც გარკვეული პროცესებისთვის მოსახდენად, მაგრამ კი ბატონო, დავასრულოთ მაშინ აი ხო ესეთი შეჯამება თუ შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობას უნდა მივეხმაროთ ინფორმაციის აუცილებლად. ეს ჩვენი პირდაპირ მოვალეობაა შემოხატულა დიდწილად არაინფორმირებულობის შედეგია ის, რაც დღეს ხდება ქუჩაში და სამწუხაროდ პოლიტიკისგაც დიდწილად ქუჩაში გადაინაცვლა სამწუხაროდ ახლა და კი ბატონო. მე მგონი უზარმაზრი პასუხისგებლობა პირველ ყოვლისა ალბათ აი სწორედ მომავალ ჟურნალისტთა აღზრდის საქმეში ჩვენ გვაკისრია და ეს უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა გვინდა არ გვინდა. აქ უზარმაზარი თემა, მარტო ამ თემაზე შეიძლება დიდხანს საუბარი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საქმიანი, პრინციპული და აი პრობლემური საკითხების წინ წამოწევისთვის.
დიდი მადლობა, პირიქით მადლობა თქვენ ამ საინტერესო გადაცემისთვის ქავტონდიანა და ერთ უბრალოდ აი შეჯამების სახით, რომ მართლა უნიკალური პროფესია, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემ კოლეგებს ვთხოვდი, რომ ნამდვილად ეთიკის პრინციპები საჩვენთვის ამოსავალია დაიცვან და ჟურნალისტიკის ოქროს პრინციპი. ფაქტი, ნამდვილი ფაქტია, რომ და არა შექმნილი წყაროთა ბალანსი და მიუკერძოებლობა. აი ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ პრინციპით უნდა ვეურთიერთოთ საზოგადოებას. მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. კარგად გრძანდებით.